გამარჯობა, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ყველანი კარგად და ყველაფერი კარგად არის თქვენკენ. ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგიხადოთ თითოეულ ჩემს გამომწერს და ასევე ახალ გამომწერებს, ვინც ახლა შემოვიერთდით ჩემს არხს. ვინც ჯერ კიდევ არ მიცნობს, მე მარია მივერდა გასული 5 წელია მსოფლიოს გარშემო ბორტგამცილებლის სტატუსით უწყვეტ რეჟიმში დავფრინა. შესაბამისად, ეს არის გვერდი, სადაც ძალიან ბევრი ისტორიას გაგიზიარებთ და ძალიან ბევრ თქვენ შეკითხვას გაეცემა პასუხი. ეს კვირა იყო საკმაოდ დაკავებული ჩემთვის, შესაბამისად, ბევრი რაღაც ისე ვერ მოვასწარი და ისე ვერ მოვახერხე, როგორც მქონდა წარმოდგენილი და დაგეგმილი, მაგრამ რაც აუცილებლად უნდა მომესწრო იყო ის, რომ ჩემი მაკიაჟის პროდუქტები გამეახლებინა. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ, თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია რომ გულწრფელი მოსაზრებები გაგიზიაროთ ამ კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელსაც თქვენთან ერთად განვყუთავ დღეს და ანალოგიურად დიდი სიამოვნებით დავალოდებით თქვენგან რეკომენდაციებს და რჩევებს, რა უნდა შევიძინო და რა უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ჩემი მაკიაჟი იყოს მდგრადი, ამასთანავე მაქსიმალურად ბუნებრივი და ძალიან მსუბუქი. ვინც ბორტგამცილებელთა შესახებ ეს ფაქტი ჯერ არ იცის, ჩვენთვის მაკიაჟის გაკეთება არ არის არჩევითი. ეს არის სავალდებულო, შესაბამისად, ჩვენი ფრჩხილებიც, მაკიაჟიც, მათ სულ უნდა იყოს ძალიან მოვლილ და ორგანიზებულ მდგომარეობაში. ჩვენ ყავს ამისთვის დეპარტამენტი, რომელიც გვიგზავნის გაიდლაინებს და შესაბამისად ძალიან ხშირად გავდივართ ასევე შემოწმებებს და ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს, ასე ვთქვათ, სტანდარტების მიხედვით. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ხშირად ვიყენებთ ამ სხვადასხვა პროდუქციას, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი რჩეული პროდუქტები, რომლებსაც ერთმანეთს ვუწვით მოსაზრებებს და ასევე მაქვს მეც პირადად ის პროდუქტები, რომლებსაც მუდმივ რეჟიმში შევიძენ და ის პროდუქტები, რომლებსაც დიდი ალბათობით აღარასოდეს აღარ შევიძენ და აღარც გამოვიყენებ. ხო და რატომღაც აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველაფერი ესე ერთნაირად მიმთავრდებოდა, თან გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პროფესია არის ესე სულ მოძრაობის რეჟიმში ყოფნა, უმეტესობა მაკიაჟის ნივთები არის განადგურებულ მდგომარეობაში, ყველაფერი დამტრეულია, იმიტომ რომ პატარა ჩემოდანში აღარ რჩება ხოლმე მათ შესავლა ადგილი და დიდ ჩემოდანში წარმოგიდგენიათ ალბათ ყველა აეროპორტში მაინც როგორ ისვრიან ამ ჩანთებს და შესაბამისად ბევრი რაღაც სულ მიტყდება და ყველაზე ლამაზი ფერები რაც არის ხოლმე მაგალითად თვალის ჭრდილებში ან პალიტრებში ჩავფრინდები რაღაც ლოკაციაზე გავხსნი ამ ჩანთას და ის ფერი არის სუსტად ამოვარდნილი. ხო და დღეს მივიღე გადაწყვეტილება, სანამ მორიგი ფრენა მექნება წინ, გავქცეულიყავი სავაჭრო ცენტრში და შემეძინა ის პროდუქტები, რომლებიც თითქმის ან მიმთავრდება, ან უბრალოდ უკვე იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ საჭიროებ და განახლებას. და ვაპირებ, რომ თქვენთან ერთად განვყუთო ეს პროდუქტები. ხო და მოდი ახლა ერთად დავიწყეთ ამ ნივთების დათვალიერება და პირველად დავიწყებ ჩემი საყვარელი შალეტის ბრენდით, რომლის ძალიან ბევრი ნივთიც მაქვს და არის რიგი პროდუქცია, რომელსაც უწყვეტად ვიყენებ და უკვე არ ვიცი, ალბათ 10 ჯერ მაინც აქვს შეძენილი ერთი და იგივე პროდუქტი. მაგალითად, როგორიც არის მისი ტუჩის კონტური. მეორე პროდუქტი არის ბლაშის და ჰაილაითერის კომბინაცია. სხვათა შორის არასდროს არ გამომიყენებია ბლაშის კრემოვანი სტრუქტურა, თუმცა ჰაილაითერი მანამდე დამიტესტავს და რატომღაც გამომდინარე იქედან, რომ როგორც აღვნიშნე, ყველაფერი ტყდება, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა გადავინაცვლო კრემოვან პროდუქციაზე. თუ გაქვთ ეს კონკრეტული პროდუქტი გამოყენებული, შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი მოსაზრება, რამდენად კარგია და რამდენად მოახერხებს, რომ ჩემ რჩეულ ნივთებში დაიმკვიდროს, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილი. ასევე შევიძინე დიორის ცნობილი ჰაილაითერების პალეტი, რომელზეც არ ვიცი, მხოლოდ კარგი ამბები მსმენია და ასევე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება გამოყენების შემდგომ კანზე. ულამაზესი, ძალიან სადა და ნეიტრალური ფერები აქვს ამას და შესაბამისად მისგან ველოდები ასეთ სადა და ლამაზ სიმღერას. მათი ახლა დავიწყოთ Sephora-ს პროდუქციის დათვალიერება, რამდენიმე ნივთი შევიძინე ერთად და პირველი ეს არის Dolce & Gabbana-ს ტონალური. ტონალურებს ზოგადად ძალიან იშვიათად ვიყენებ, გამომდინარე იქედან, რომ ვერ ვიტან დაჩინულობის შეგრძნებას კანზე და არც ვფიქრობ, რომ ყოველდღიურ მოხმარებაში ტონალურის გამოყენება მჭირდება. აქამდე მქონდა რა თქმა უნდა ჩემი რჩეული ბრენდები, თუმცა მართლა იმდენად ცოტას მოვიხმარ და იმდენ ხანს მიძლევს, რომ ბოლოს გადაგდება მიწევს ხოლმე. დღეს გამომდინარე იქედან, რომ დაახლოებით 1 საათი მქონდა მაღაზიაში გასაჩერებლად, სხვადასხვა ბრენდის ტონალურები მოვსინჯე და ეს ნამდვილად არის მათ შორის ჩემი რჩეული. ნახეთ ჯერ რა ლამაზი შეფუთვა აქვს, ამის გადაგდება კი ნამდვილად დამენანება. ძალიან მაინტერესებს უკვე გამოყენებაში რამდენად მოვიწონებ ამ პროდუქტს და თუ დაგაინტერესებთ აუცილებლად გაგიზიარებთ.
მეორე პროდუქტი ეს არის შანელის პუდრი, რომელიც რატომღაც ჩავთვალე, რომ მე უნდა გამომეყენებინა ბრონზერად. მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ბრონზერად გამოდგეს, შესაბამისად თუ ძალიან მუქი აღმოჩნდა, არ ვიცი რას უზამ, შესაბამისად ვერ მოვუძებნი ალბათ მას გამოყენებას. აი ესეთი ტონალობა აქვს და რამაც გამაგიჟა, ეს არის მისი საუცხოო სუნი. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე, რომელიც გახლავთ ლაურა მერსიეს შეფერილი დამატენიანებელი, რომელიც არის წყლის ბაზაზე, შესაბამისად ძალიან ნაზი ტექსტურა აქვს და აი ამას კი ნამდვილად კარგად გამოვიყენებ ფრენებზე, როგორც გითხარის ჩვენი კანის ტონი მუდმივად უნდა იყოს ნაზი და ისეთი ბუნებრივი შეფერილობის ერთ ტონში და ვფიქრობ, რომ ასეთი პროდუქტი ნამდვილად გამიადვილებს ამ პროცესს, როდესაც მექნება ფრენა, უკვე პირველივე ფრენაზე დავტესტავ პირველად, იმიტომ რომ ამ ბრენდის ძალიან ბევრი რაღაც მაქვს უკვე გამოყენებული და ვფიქრობ, რომ ესეც არ გააცრუებს ჩემს იმედებს. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე, რომელიც ბორცგამცილებელთა ცხოვრებაში და მაკიაჟის ჩანთაში არის ალბათ უმნიშვნელოვანესი. ეს არის კორექტორი, რომელსაც რა თქმა უნდა ტონალურისგან განსხვავებით ხშირად ვიყენებ, იმიტომ რომ კორექტორი მეხმარება, რომ აი ეს უძილო ღამეები როგორღაც შევნიხბო, თავი გამოვიფხიზლო და რა თქმა უნდა სახე განვიახლო შუა ფრენებზე, როდესაც ძალიან მეძინება, ძალიან დაღლილი ვარ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ჩემს თვალებზე. ნამდვილად კარგად ასრულებს ზოგადად კორექტორები თავის საქმეს და გამომდინარე იქედან, რომ Too Faced-ის სხვა პროდუქცია მქონია მანამდე და ძალიან მიყვარს რამდენიმე მათგანი, ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტულიც არ გამისროებს იმედებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რის იმედიც მაქვს არის ის, რომ ესეც არ დამიჭიმავს სახეს. და საბოლოო, რაც Sephora-დან გამოვაყოლე ხელს, ეს არის Tarte's თვალების პალიტრა, ჩრდილების პალიტრა. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ტონალობები ყველაზე მეტად უხდება ჩემს თვალისფერს და ერთი სული მაქვს, რომ ნახო, რამდენად კარგად იშლება თვალზე. შესაბამისად, დიდი მოლოდინები მაქვს ამ პალიტრის მიმართაც. როგორც უკვე გითხარით, ძალიან გამიხარდება თუ თქვენს მირჩევთ თქვენს რჩეულ პროდუქტებს, დღეისათვის სულ ეს იყო და შესაბამისად ყოველთვის მუდმივ რეჟიმში ვარ კარგი პროდუქციის ძიებაში. ამიტომ დავალოდები თქვენგან უკავშირს, ასევე თუ რაიმე გაინტერესებთ, იცის უკვე სად უნდა მომმართოთ. იმიტომ რომ კარგი დღე გისურვოთ წინ, კარგი კვირა გისურვოთ, რაც მთავარია კიდე წინ, თქვენი მიზნების და თქვენი სურვილების ბოლომდე რეალიზება და განხორციელება. მე კი მომავალი ვიდეოს საშუალებით შეგხვდებით. დიდი მადლობა რომ მიყურეთ და დროებით.